მოკლედ ამ თორნიკეთ გებუაძის უბედურებას თვალს ვადევნებ აი იმ პირველივე მომენტიდან, როცა ზია ამაღლობელი დააკავეს, სულ ყოველთვის ვკითხულობ ამ სასამართლო ჩვენებებს რა და მოკლედ დავიტანჯე, ესე იგი ამ ტიპის უბედურებით, ამის წითელი ლოყით და ამის სულიერი ტანჯვით და ამის ტკივილის განცდებით და ესე იგი მთელი ისეთ საწოდაობა დადგა, ესე იგი ამ ტიპმა მიაღწია თავისას და ამ კაცს მიუსაჯეს ბოლოს და ბოლოს 2 წელი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ზია ამაღლობელს მიუსაჯეს 2 წელი, რომელსაც შეიძლება სულაც ვერც გასწუდება, ვერც გაქაჩავს იქამდე ეს ხელისუფლება და ამ თორნიკეთ გებუაძემ საკუთარ თავს მიუსაჯა სამუდამო. ანუ როგორი სამუდამო თან იცით, აი ვერც ერთი ხელფასი და ვერც ერთი სამსახური, ვერც ერთი თანამდებობა რო ვერ გადაფარავს ამას და ვერ დააკომპენსირებს, ისეთი სამუდამო მიუსაჯა, ტიპი მთელ ქვეყანაში თან საქართველოსია საუბარი, დარჩება სამუდამოდ ლოყებ ღაჟღაჟად ლოყა აწითლებულ ტანჯულად. აი არ ვიცი უბრალოდ რად უნდა გიღირდეს ეს თანამდებობა, მე არ მესმის უბრალოდ რა. თან ასეთი ხელისუფლების პირ. ეხლა ეს ხელისუფლება რო იყოს მართლა ესეთი მყარი, მაგრამ აი საქართველოა, ხო საქართველოს ქართველ ხალხს გვაქვს მოთმინება რაღაც დონემდე ითმეს და მე ისე ამოხეთქავს ვერც ერთი სოციოლოგიური კვლევა და ანალიზი ამის პროგნოზირებას ვერ ახერხებს. აი თუ გადახედოთ ისტორიას, ყველა ხელისუფლებამ ასე დაასრულა მომენტალური ამოხეთქვით. აი ასეთ ხელისუფლებაში რო რისკავ შენ რაღაცა რაც არ უნდა თანამდებობა გქონდეს, ქართველზეა საუბარი, აი ქართულ ცეკვას შეხედე, ქართულ წიგნებს ან წიგნი წაიკითხე, მთელი კულტურა არის აგებული ქალის პატივისცემაზე და ქალთან რიდზე და მოთმინებაზე და ასე შემდეგ და აი ამ საქართველოში შენ სასამართლოზე კი არ აძლევდი ამ ჩვენებებს, შენ ქართველ ხალხს ელაპარაკებოდი ამით, ქართველი ხალხის წინაშე ტიპმა ისეთი დრამა დადგი, გაიგიჟე თავი, როგორ აგიწითლდა ლოყა და როგორ უბედურება განიცადე და როგორ სულიერი ტანჯვა განიცადე და ეხლა წარმოიდგინეთ ერთ წუთი, აი შედარება რომ მოვახდინოთ რა. აი ეხლა აქ კომენტარებში გამოხტებით კიდე და ვიღაცა იტყვის, რომ აქ პოლიციაზეა საუბარი და პოლიციას როგორ აკადრა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პოლიციისთვის უკადრებია ქალებს ასეთი რამეები და რამენაირად 2 წელი ციხეში არ აღმოჩენილან და სასამართლოზე კიდე 4 თვე ლამის არ დამდგარა ის პოლიციელი და ლამის წევრები არ უღვარგვარებია, როგორ აუწითლდა ლოყა და როგორ დაიტანჯა და გაუბედურდა, ხვდებით? მაგრამ მე მინდა ახლა ერთი შედარება მოვახდინო აი ამ პატარა იმაზე რა ქვია საწყალ ისტორიაზე ზოგადად აი ფილმი წარმოვიდგინეთ რა ხო აი ქართული ფილმები მაგათაც სოფლიო კინემატოგრაფიაში ხო აი რამდენი კადრი გინახავთ რომ ქალი კაცს სახეში გააწნავს და ეს კაცი უღიმის და ეხუტება მას და ეხლა უცებ წარმოვიდგინეთ გებუაძესავით უცებ რომ დაემხოს და სულიერი ტანჯვა განიცადოს და პოლიციაში დაარეკოს და დაიჭირეთო და კივილი და წივილი რომ აი ესეთი სისულელე ჩაიდინა ტიპმა და სამუდამო მიუსაჯა კიდევ ერთხელ ვიმეორებ საკუთარ თავს. აი ეს არის ტრაგედია მეგობრებო რა. და მე კიდე ხო ანუ ამ კაცთან ერთად რო სუფრაზე აღმოჩნდებით და ქალების და გედების ადგილძოლოს რო იტყვით და ფერზე რო წამოდგებით და ძვირფას ადგილძოლებს ლამაზ სიტყვებს რომ იტყვით და ესეც რო ფერზე წამოგირგებათ, ხომ იქნება ქართველობის და ბედის ირონია. ამაზე თუ არ გაგეცინება ადამიანს